საღამომშვიდობისა მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, ზაფხულია და ამ ზაფხულის ცხელ ღამეს თქვენ უყურებთ ყველაზე გასართობ და ყველაზე გრილ გადაცემას ანეკდოტების შოუ. ესე იგი, მოგეხსენებათ ყველა ისვენებს, ყოველ შემთხვევაში განწყობილია იმით, რომ დაისვენოს, თუმცა ჩვენმა გუნდმა მაინც მოახერხა და არაჩვეულებრივ ადამიანებს მიაკრა, რომლებიც თან ისვენებენ, თან მუშაობენ და თან კარგი იუმორი აქვს. თუ ვინ არიან ისინი, ახლავე წარმოგიდგეთ, ეს ადამიანები გახლავენ ფოთიდან. ძმები, ხომერიკები, ფოთიდან პირდაპირ ჩემ სტუდიაში. გივი, გიგი და აკაკი. გივი ხომერიკი, გიგი ხომერიკი და აკაკი ხომერიკი ძმები არიან. აკაკი სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებელია. გივი კი ამ სკოლის და აკაკის დირექტორი. ასე რომ ზოგჯერ გივი და აკაკი ოჯახის საკითხებს სამასწავლებლოში განიხილავენ. ხომერიკების მამა კოლორიტი და ცნობილი თამადაა. შოუშიც უნდოდა წამოსვლა, მაგრამ ყოვლა წმინდა არ დამილევია და ვერ წამოვა. ბიჭები ფოთელები არიან, ასე რომ კეფალიც კარგი იციან და ანეკდოტებიც. უყურეთ ხომერიკებს და თქვენი სიცილის ხმა ნებისმიერი კოღოს ხმას გადაფარავს. ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუ. მოაწვალებთ ტელევიზორის პულტებს. დარჩით ჩვენთან. ხო, მოგესალმებით, სასიამოვნო იყოს, არის, ასე ვთქვათ და იყო რატო იცი? ისეთი ვიდეოები გამოვიდა, რომ გონია რომ გიცნობთ უკვე რა და მადლობთ შეფასებისთვის. ხშირად მეუნებიან ხოლმე მე ამ ფრაზას. რომ აი შუ ტელევიზორში რო ხარო გონია რომ გიცნობთ და აი დამეთანხმებით ეხლა და დამიდასტურებთ რა შვება ტელევიზია და ინტერნეტი. რომ შეიძლება ერთი რაღაც გააკეთო ისეთი თან რომელიც ასე ვთქვათ არ იყო შენ პროფესიაში მაგრამ გახადოს საკმაოდ პოპულარული. ხო? მე გულისხმობ ეხა მე როგორც ვიცი ნოტები რაღაც პროფესიონალი მუსიკოსები არ ახართ, ხო? რა ზარი აბსოლუტურად. დირექტორი რომელი ბრძანდება? მე გახლავართ. მივხვდი. აქტიური იყავით. უფროსი ძმა, ხო? კი ბატონო, უფროსი ხართ თქვენ? კი ბატონო. ეთახო? შვათანა. უფროსი შვათანა უმცროსი. სულ 3 დედმამიშვილი ხართ თუ კიდე ხავ? არა, 3. 3. ტყუპები ხო არა ხართ? არა, 2 წელია სხვა. 2 წელია, მაგრამ აი როგორ იმაშება, რა ქვია, ეთყობა გოგო უნდოდა მამას და აწვებოდა, ხო და? გოგო, შეიძლება. შეიძლება, არ ვიცი. ხო არის ხოლმე პირიქით რა, რომ ეხა ჩვენ იმაში სერიალში გვაქვს რომ 4 გოგო ყავს და მე-5 გოგოს ელოდება და შეეშლებათ რაღაც თელი ამბავია და წარმოგიდგენია ძირითადად არის ხოლმე ბიჭის უკმარისობა და თქვენ შემთხვევაში მოკლედ შემთხვევაში ეგ პრობლემა არ დგას. ხომერიკები ეხა ფოთიდან არ არის ეხლა მეგრული წარმომავლობის გვარი, გურულები ხართ, ხო? კი ბატონო. საიდან ხართ? ისე წარმომავლობა გვარი საერთოდ ხომერიდიდან მოდის, ბერძნულია და ჩვენ ვართ ბერძნული წარმოშობის მეგრული ორიენტაციის გურულები. ასია, როგორც მამა ჩვენი მომავლობას მე გულისხმობ შენ საწახული შრომა და თხინვალი. სად ხვდები არ მეთქი ხა ჯანმრთელობასთან მეგობრობ არაჩვეულებრივ ხუხია თენგიზი ასე. კი ბატონო, ეს წევრია ჩვენ. ბევრი და ახლა ხომერიკები ასე არ არიან ბევრი. გურიაში უფრო მხდება მეთქი ეს. კი ბატონო. აუ გურიაზე კაი ამბავი მინდა რა გავიხსენო სტუმარ მასპინძლობი ხა გავიგე იმერლები, კახელები, მაგრამ გურულები ყოველდღიურად დედა გვიჭირს ვერა აი ჯანჯუხა და იგი, მაგრამ მოვხვდი რა ერთხელ ვიყავი ისე რა საღამომდე მომიწია ყოფნა ისეთი პურმაელი გამეკეთე მე ვუტყაი რა ვიცი წაკითხული რაცა მაქვს, მოყოლი რაცა მაქვს, სუგაჭირებაში და ამისთან და პურმაელი აი სტუმრის აგვაკო. აი სტუმრის აგვაკო. კორეაში მე პირადად მქონდა ბედნიერება მუშაობდი 1-4 წელიწადი საბანკო სფეროში და აი ვიცი შეიძლება მეტი წილი იმ პერიოდში იყო რაღაცნაირად გაჭირებული, მაგრამ ყველა აბსოლუტურად ბედნიერი და აბსოლუტურად ხალისიანი სახით ხდება, არის ეს. გაჭირებული როცა ხარ ბედნიერი ხარ. პარადოქსია, მაგრამ რეალობა, ნუ ეს მე 15 წელს უკან და ახლა უკეთესი მდგომარეობა. საგანმანათლებლო კუთხით 2 ძმანი არიან. დიახ. და თქვენ
ტურიზმის სფეროში, კოლხეთის ეროვნულ პარკში მუშაობ. გადასარევი აი, ფოჩი. არის ტურისტი. კი, საკმაოდ მიდის წინ ეგ ეკონომიკა იზრდება. კი ბატონო. შეგენაცოლი რა ხალხი მყოლიას თუ. მოკლედ როგორ არის ახლა საქმე? მე არ მინდა რომ ანეკდოტები მომიყვეთ დღეს. რაღაცა ვატყობ რომ მაგარი ისტორიები უნდა გქონდეთ, გაგონილი, თქვენ თავზე გადამხდარი. კაცები დაგროვდა. რამდენი წელია რას დირექტორი ხარ სკოლის? მე 14. რამდენი წლის? 25-ის ვიყავი რომ დავინიშნე და ეხლა ახლავად 39-ის. ბრავო. რა ქენი ამისთანა 25. ჩემ პენსიაზეც იქნები უკვე. არა, სხვა ჩვენს მეწურება ცოტა ხანში ვადა და უკვე აღარ ვაკუფლებ. ესე იგი მათ 4 წლიანია თუ 6. 6 წლიანი. ვა, მაგარი. და თქვენ რას ასწავლეთ? მე ვასწავლი გეოგრაფიას. გეოგრაფია. მე 5 წელი უკვე შესრულდა, მე 6 წელია. ვასწავლი გეოგრაფიას კი. ძალიან კარგი. ბიჭებო, ძალიან მაგარი რაღაცა ნომერი გამოვიდა ის თქვენი და ვისი იდეა იყო? ანკეტის ვიდეოს გულისხმობ. ნუ საერთოდ ზოგადად სახლის რაღაც დონეზე უკრავთ და ღელთიზე მუსიკალური განათლება არა გვაქვს. ვიცი. არც ადმე გუნდი და ასე შემდეგ. არც მე არა მაქვს მუსიკალური განათლება, ვერ მართმევ მიკროფონს. მუსიკალურში არ მიმიღეს დოდან დომდე ეს ოქტავამდე თითი არ წვდება და არც ის ვიცი და შესაბამისად. ფიგარი ხარ. შენ აერთი მითხარი ქართველი კაცს რა თუნა მუსიკალური განათლება. გეთანხმები. ის ჩვენ დონეზე რო ვთქვათ რა. ყველა ქართველი მღე. ყველა მუსიკალურია, კი. ბატონო და გებრიელია და მაგია თორე. აბარა, ეხა შეგიძლია ეს რამე შევისრულო, სანამ გადა. ეხა ის ფორმატი არ არის ბენდი და ასე შემდეგ. არა რო არის, თან ეს ჩემი გიტარა უნდა იყოს, ხო? თუ არა? ჩემთვის საპროფესიულად გიტარის მხოლოდ ძუა ვიცი რა, მეტი ახლა რა გითხრა. ჩვენი გიტარა, არა, თქვენი. ჩემი გიტარა. კი ბატონო. ბატაშორიც მაგაცემა მაჩუქეს და არც იმათ მოიცოდნენ მუსიკალური განათლება რო არ მქონდა. და მე უთხრა დავკარგე, იმიტომ რომ მე ქეიფობდნენ და მე მომღერებდნენ მარტო და არ გამოვამ. არა, ცოტა ხანი ვაკეთებდით ჩვენც ესე. ხო. რო წავიდოდით საქეიფოდ, მე ვეძახდეთ კაკოსო გაემხიარულებე და ბიჭო, ერთხელ სუფრის დასაწყისში და გვიძახეთო. ხო, სუფრის ბოლოს. რომელი მიდან ვერ ამოვედი, იცი, აი პატარა ძმა როა და ეხა პატარა ვარ და ეხა დიდი ძმაკაცები, ჩემი დიდი ძმა და მისი ძმაკაცები ქეიფობენ უფროსები. და რო ცოტა შეზარხოშდებიან, მე სათხარ ერთი აი აქ მოდი რა გიტარა წამო. აი ერთხელ მეთქი ბიჭებს ეხა ნასომები არიან, გავუსწორებ მეორედ, მესამე. მე ერთხელ მე ბიჭო მევთხარ თქვენ მანამდე ვერ დამიხეკავდეთ, შემიძლია და შემჯამო დავლიო. ბარემ ხასიათში ვიმღერებ მე. თქვენი თვით ნასწავლი ხართ. კი. აი მამა ჩემის დაზიანებული გიტარა ვიპოვე რა ვიცოდი რა და მე წავიღე მაისის თვეში თბილისში სტუდენტობის დროს კაკო პატარა ბიჭი სკოლაში რა და ზაფხულში გავარემონტე და ჩამოვიტანე. არასოდეს რო არ დაუკრავს და მე ზაფხულში ფეხბურთს თამაშობდი ის პერიოდი ახლა 20 წლის კანდელა ბავშვები მომიწია თბილისში ყოფნა და რო ჩამოვედი რა ვიცი 100-ზე მეტ სიმღერას უკრავდა უკვე. ასე თქვენითაა. მისით ხო. კი. არა, მამა უკრავს. მამა ჩემთვის ნასწავლია სხვათა შორის. ხო, არა, მამას სადეცალა სასწავლად. არა, მამა უკრავს და ხო ვიზუალურად არა, ვუყურებდი და რამოდენიმე აკორდი გადმოვიტანე. არა, იმ სამთეში ახლა მამას მე უკვე ჩემით კი, ახლა მაშინ არც YouTube არისო და პრინციპში YouTube როგორ არისო, ჩვენ არ გქონდა ინტერნეტი. ინტერნეტი არისო, ხო, 2000 YouTube იყო, ჩვენ არ გქონდა ინტერნეტი. ოქროები. მოდი რა შევასწავლო, თან მაინტერესებს თვით ნასწავლი. კი ბატონო. მოკლედ საქეიფოს აღიღინო თუ რა. რაც თქვენ გინდა. ხო, ისა რა ქვია. ეხლა ჩვენ უფრო ზაზას ავტობიოგრაფია. აწკრიალებენ სიტუაცია. აწკრიალებენ. ზაზას აწკრიალებენ. კი ბატონო. ზაზას ავტობიოგრაფიას ვეძახდნენ ხო. როგორც ყველა ქართველს რა თქმა უნდა კეიფი და დროს დარება ჩვენს გვიყვარს. კენაცვალი. სხვათა შორის პირველად რო შევედი გაკვეთილზე, ცოტა მაინც ახალი რო არის, ცოტა მე რამდენი კლასს ასწავლე? მე 7-დან ზევით ყველას. რა ეყარები ბიჭებს? რომ შევედი ვიფიქრე ხა ბავშვებს, აი რაღაცა პირველად ის თავშესtildeება არის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი. რომ ერთ კლასის მართვა არ გაგიჭირდეს. ორი ვარიანტია, ან უნდა შეკრაჭარბები და რაღაცა ხო, როგორც არის, ან რაღაცნაირად ისე ცოტა იუმორისტულად, ცოტა რაღაც, რომ აი თავი მოვაწორო ამ. ანუ პოტენციური პედაგოგი ვარ მე. ხო, რაღაცა მოკლედ ესეთი ამბავია და რო შევედი მოკლედ პირველი რაც უთხარი, ნუ მივესალმე რაღაც და ბავშვებო რო იცოდეთ მე უთხარი, მასწავლებელი საჭმელს ჭავთ მე უთხარი. სხვათა შორის ტუალეტშიც დავდივარ მე უთხარი, არანაირი პრობლემა ამაში არ არის. ხო, ეს პრობლემა იყო. კეიფის გვიყვარს ხო ჩვენ, ხო ცოტა სხვა დროს გავიზარდეთ ასე ვთქვათ და ნუ ამან რაღაცა ცოტა ეს სიხალისე რო შემოიტანა
მოკლედ ამის თქვა მინდა რომ ეხა კეიფი და დოსტარება ყველას გვიყვარს მე რა რომ მასწავლებლები ვართ. არა ცხენი არა ასე. ხო და რა ვიცი გეპატიჟებით ფოთში ექიმები არ ხუმრობენ, პედაგოგებიც არ უკეთ ხუმრობენ. ხო, ექიმები მეგონი უკეთ ხუმრობენ. აბა გისმენ. გეპატიჟებით ფოთში და მე რა ვიცი ეს ეფალზე და გიტარაზე. ცხადია პალიასტომზე ეროვნულ პარკში გავისეინებ. ოდი იქნება გიდი. აქ არის გიგი და იქნება გიდი. კი ბატონო. იგი მოკლედ რაღაცა იქ. იგი გიდი. ხო, სუფრას მიხედავს და ჩვენ მე კაი, ღვინო ჩემზე იყოს კახური. თუ ვერას. კი ბატონო. ძიმე ღვინო სვავ. კი რა თქმა უნდა. კი, სვავ. კახურზე. მოგეტანათ ფუტბოლი ახალ კაციტელზე ვართ, კაციტელზე ზირითადად. კარგი, შევეცდებით ეხლა თქვენ. აბა გისმენთ. ჩვენც არც მომღერლები ვართ, არც მუსიკოსები, მაგრამ მოკლედ ამ სიმღერით გეპატიჟებით ფოთში რა. ჭამა მიყვარს მა თემდება თუ ღამდება მამა ჩემის ავტობიოგრაფია ქვია ამ სიმღერას. შემოწვარი და მოხრაკული სიზმარშიც მელანდება წავადები და ჩახოხბილი წელი შოთის ბურები ხიზილა ჯურჯღელები ვინით სავსე ой რა კარგად გამოვძეხი აი მესმის ხოვრება აბა ერთი კარგად ვჭამო ჩემი ღიბის ხონება ამდენ ჭამას კლესატიპები რო არის ამდენ სმას ოროგორ გავზელი მეშინია ბატონო არ გაგისკდეს მუცელი წავადები და ჩახოხბილი წელი შოთის ბურები ხიზილა ჯურჯელები ღმინით სავსე ჯურები ბატონი ავოდი გადასარევი. თვითნასწავლობის მიუხედავად გადასარევი იყო ცოტა. არა უშო. ხო, ცოტა ის პროცესი მაგრამ სუფრაზე ხო მეპატიება. აი რა. სუფრაზე ყველაფერი მის როლს ასრულებს და ესე იგი მე ეხა სკოლაზე მინდა გკითხოთ რომელი სკოლა არის ეს? ფოთის მეოთხე საჯარო სკოლა. და გამოდის რამდენი წელი ხართ? 14 წელია. 14 წელი. ესე იგი არის თაობა რომელიც პრინციპში თქვენთან ერთად გაიზარდა. ანუ ყავს ისეთი მოსწავლეც რომელმაც ჩემ დროს დაამთავრა და შვილი შემომიყვანა პირველ კლასში. კაი რა, მაგარია. ჩემი დირექტორობის დროს დამთავრებულია სკოლა და შვილის მაგარია, წარმატებები მადლობა ბიჭო. უნის. დაასწორე ჯანმრთელობა. მოდი ხა გადაცემაზე გავიგოთ დღეს თხოვოთ ხელოვნურ ინტელექტს რა თემები გვაქვს დღეს. ავტომობილები, სპორტი, ექიმები, ოჯახი, სვანები, ცხოველები, მეგრელები, მოგზაურობა და სუფრა. პრინციპში სუფრა დავიწყეთ. კი. ეხლა ნახე, 3 რაუნდიდან შედგება. პირველ რაუნდში 50 ლარია, მცირე ბიუჯეტი გვაქვს. მეორე არის, ესე იგი, 100 ლარიანი და მესამე 200 ლარიანი. გასაგებია. პირველი თემა, ესე იგი, გამოვა ეკრანზე და გნებავთ ანეკდოტი, გნებავთ თქვენი ამბავი ან გაგონილი, რაც გნებავთ. მოგვიყევით, თავარია რომ არ მოგერიდოთ რა, ვიხალისოთ და რაღაცნაირად ვნახოთ. აბა წავედით, თქვენ ალბათ დამხმარე იქნებით ეხლა. შეჯიბრება ძმებს შორის არ გამოვა და მე დავაბალანსებ. ხო, კი ბატონო. მე კაი, პირველი რაუნდი და ვნახოთ. აბა თქვენი სუფრა. აი, ხო იცი როგორ არის? ტელეფონთან რო საუბრობ რაღაცა თემაზე, მე რო გახსნი ისინი ვარდება. ვარდება, იმიტომ რომ ან დალაიქებული ან ალგორითმი ესე ითulis, ხო რა. აი. ჩვენთანაც იგივეა სუფრა. ვაჟაზაზაევიჩის ამავე, სულ მაკეტები, აი ხო ხედავ? მაკეტები და მანკეტები. ბანკეტები და ბანკეტები. აბა ვინ დაიწყ? ვინ დაიწყებს? ვინ დაიწყებს? ვითხარით რა კონკრეტულად დაიწყებით. ესე იგი 90-იანი წლებია რა. ცოტა შუქის პრობლემაც როა, ყველაფრის პრობლემაა, არა თუ მარტო შუქი არის. ხო, თქვენ უკეთ გემახსოვრებათ, მაგრამ მეც მახსოვს სხვადასხვა შორის პოვეს არის მაგ დროს, ხო და ქორწილი არის ფოთში. ესე იგი როგორი სიტუაცია ხა მამა ჩემი არის ცნობილი თამადა ქალაქში. შეგენაცვალა. ეხა ცოტა უკვე ასაკი თავის აშრება ცხადია, მაგრამ ნუ ცნობილი თამადა იყო
მას თუ დაუჯერებს 300 ქორწილი აქვს ნათამაშები და არც ერთი წაგებული. წაგებული ხა ეს სამეგრელოში იმ პერიოდში მით უმეტეს ეს შეჯიბრებითობის პრინციპით და აბა იქ მესამედზე ნამყოფი ვართ ალბათ ჩვენც. კი, რამოდენიმეზე იქ რაღაცა იქ ცოტა ხანი ფრაზა არ მოიპაროს. ხო გახსოვს ისა. ქირავდება დარბაზი ჭუჭლი და თამადით. ხო, სასტუმროს დირექტორი იყო, სადაც საქორწინო დარბაზი იყო და სული გოწევდა. ანუ ის რო არის რა, რომ იქ კოლხოზნიკებს თუ ჩაუსვამი, რომ აბა იქ რამე არ მოიპაროს და იქ ტუალეტში არ წავიდეს და რაღაცა ეგეთი პერიოდია და რო აკონტროლებენ. ხო, რა თქმა უნდა, იქ ამას ესე იგი მაყარის ხარეს იქ თავისი კაცი ხავს იმას, აქ და მიდის სერიოზული ჯახი. რომ აბა ეხა იქ წაგება სიცხვილეა რა. და ხო და 3-4 ლიტრი 8-12 რაღაც ესე მიდის დალევა რა, რომ რაღაცა და თან უნდა ითმინოს ყველაფერი. ესე იგი ქორწილი არის სეფის. როგორც იყო აქ. ხო რა, როგორც იყო ადრე, სეფის მაგრამ ისე წვიმს. აი უბედური წვიმა არის, რასაც იტყვიან, ის ეგრეთ წოდებული პოლის ჯოხებით და პატარა ბიჭები დარბია, რომ წყალი გადააღვარონ, ხო, გადააღვარონ წყალი და მოგეთ ამასაც ვერ აწლებენ და ხა ამათ შემიყვება, რომ ჩვეულებრივად აი ეს ვზივართო და მუხლება ნუ კოჭები დაფარული აქვს რა წყლით. მიდის კევით ეხა ამაჩები არის თავარი თამადა. ეხა თავარმა თამადა ყველა ვარიანტი უნდა მოიგოს. როგორი მეორე როგორ და გაჯობოს. იმიტომ თავარი თამადა ხარ სამყვანი რო და ორმაგი პასუხისგებლობაა. მოკლედ მიდის ეხა რაღაცა თელისუფრა და იქით ამხრიდან ვინც არის თამადა 25 წლის მოხეთკილი. მოჭიდავე. რაღაცა ესეთი ტიპია, რა. ძიუდო თან მამაჩემი ხე ტანმორჩილი კაცი რაღაცა და რაღაცა რა სუმოისტი რა დიდი და მოკლედ ეს კაცი სვამს ეხა მამაჩემი უყურებს მე უკვე გზნობო რა ნელ-ნელა იმას. რაც ხა ვერ არის. ხო გრადუსი უკვე ვერევა რა უკვე მიჭირსო რა და ამ კაც არაფერი არ ეთყობა მოკლედ 1 დალია 9 12 რა ვიცი ნუ არ ეთყობა არაფერი და ხა ფიქრები უკვე რომ არიქა არ წავაგოთ. არ წავაგოს ვაგებ ვაგებ იქიდან ის თვალს უკრავს მეორე თამადას და გაგზავნილი როა რაშები აბა გიმიებიჩა აბა მთელი ამბა მოკლედ ერთ საფეხბურთოზე კიდე ადგა და დალია ესეთი საფეხბურთო გახედავს ის ხიზლათ არის და всё უკვე ძალიან ცუდათაა საქმე და მორიგი საფეხბურთო ჯერი რომ დადგა რომ წამოდგა ფეხზე უკვე ვიგძენიო რომ ფეხზე წამოდგომაც გამიჭირდა უკვე ბანცალებს რა და ეს ის დროა ჯერ მიკროფონები არის შნურიანი აჰა კაბელით ხო ხო ეგრეთ წოდებული კაბელი და იქ გადმოჭებული როა იქ მოსწრებიდან და ეს შნური მოყვება წყალს ქვევით ეგ ინარგი და წყალში გდია და მორიგი სადაგძელოს რომ მოუკიდებ ამ მიკროფონს ხელი და ეს ხო ჩართო რაღაც როგორც არის და უდავ თქვაო ეხა სადაგძელოს და ლავარაკის თავის აღარ მაქვს უკვე და რომ ბეთქაო დენმა ტუჭებში და მოკლედ ეს ამხელა კაცი გაიტანა შენისება გადავარ და ჩავარდა კლაბოში წყალში მოკლედ ერთი 20 წამიანი შოკი აქვს რა ეხლა დენის დატვისკა და უცებ აუცილდა ხალხი რაღაცა და ხა თვითონ ყვება ამას რა ხა ესე თრალი ხო ვიყავი და გადავარდი და გავახილე თვალი და ფხიზელი ვარო ადრენალინი ფხიზელი ვარო წამოვდექი და მივცხე და აბა ხანცი აბა ბაკალე სამა კაცმა გაიტანა უშენი მოჭიდავე კაცი გადააჭი და მაგარია. ასე რომ ამას ქვია ლაკი სტრაიკი. მაგარი ისტორია. მაგარი კაცი. აბა გავაგზავნე. მოკლედ ზუსტად აი ამ ისტორიის გაგრძელება უკვე ცოტა არა ნუ პირდაპირ პარალელში გავიყვანოთ ანუ რამოდენიმე წელი გავიდა და ცოტა უკეთესი მდგომარეობა ქვეყანაში ეს სასტუმრო ამუშავდა სადაც მუშაობდა ჯერ ბაბუა და მე მამა საქორწინო დარბაზი და იქ როგორ იყო იცით რომ ქვევით იყო დიდი დარბაზი და შიდა კიბე ქონდა და ზევით იყო მეორე დარბაზი და როგორც წესი ახლა ამ დარბაზებში ავი 10 ქორწილი თუ კეთებოდა 7 ქორწილი მამა იყო თამადა ასე ხდებოდა ცნობილი თამადა და არც ერთ ქორწილს უარ აგებს და 10 ლიტრა ღვინო პირდაპირ მაგრამ შეიძლება 10 ლექსები სიმღერა როგორც არის კარგი თამადა ასე 10 ლიტრა ღვინო ეს გადაჭარბების გარეშე რა ვიცი მე რამდენჯერ მე ვეჯექი რომ მიკონტროლე რა მე არ ჩავისხან და ბავშვების პერიოდია ხდება ხოლმე ადრე ახლა არის 20 წლის 2000 ადრე ხდებოდა ხო ყოველთვის და ყველგან არა მაგრამ ხანდახან ხო ანუ სპირტს თორე რამე მავნებლობას არა რომ მოეტეხეთ რა წაექციეთ ასე რომ თქვა და თანაც საპირფარეში გასვლა არ შეიძლება გვერდიდან ხალხი არ უნდა მოგცილდეს და რა ეს თელი ამბები ასე ეს სუდი პრაქტიკაა მაგრამ იყო ხო და თანაც ღვინითაც მაგ დროს ვერ დავიკვეხნით ახლა დასავლეთში ახლა გაუჯობეს და შედარება არა კი ახლა კარგი გაქვთ ისეთი არა ნუ შედარება არა ხო და მოკლედ თამადა ემზადება ქორწილისთვის. ამადა 600 კაციანი ქორწილია და აქ ითამოდა შიდა კიბი აქვს.
ხო და მეორე 4 საათია სადაც ზაფხულის პერიოდია, ზაფხულის პერიოდია და მეორე ქორწილია და მოწესრიგ და ახლა ხო იცის როცა თავის მოვლა თანაც იქ ყოველდღე რაღაცა ხდებოდა წინადღის ბახუსი ასე რომ ვთქვა და რაღაცა წვერის გაპარსვეს და ამ დროს შემოვარდა მე ზედა ქორწილის ანუ ბიჭის მამა რა, ვინც ხელმძღვანელობს ქორწილს, ზაზა მიშველეო. რა ხდება? ანუ ვინც უნდა თამადა ყოფილიყო სწრაფი სიარულის დროს, ასაკიანობა ინფარქტი დაემართა მიკრო, მაგრამ ქორწილის შანსი არა, კაცი გადაიყვანეს საავადმყოფოში და რა ვქნათ? თამადა არა და ერთ საათში 5 საათს ქორწილი იწყება. ნუ რა გავაკეთო და მამაჩემ ძალიან ესეთი მობიერი კაცია, ესეთი დამყოლი ყველაფერზე წავსწნელი, გვერდში რომ დაგიდგება გულსა მოიღეს მოგცილ, რა გავაკეთო და შიდა კიბიდან 600 კაციანი ქორწილი ზევით 452 ქორწილში ითამოდა ერთად. ასეთი ვერსად იყოდა სადღეგრძელოს ავიდა, ზევით იტყოდა, ქვევით იტყოდა, აი ეს გინდა იგივე ნამდვილი ორივე მოიგო. ეხა როგორ არის? კარგად. დალევა ახლა ის მისი ცხოვრების ლიმიტი დალევის ამოწურა ალბათ, მაგრამ ცოტა სვამს. ახალგაზრდა კაცი ყოფილი. ბეს ვერ სვამს. სახელი რა ქვია მამას? ზაზა. ბატონო ზაზა, მოკითხვა პერსონალური ჩემგან და კეთს ვიხრით თქვენს წინაშე. ხო. ესე იგი, არა, პრინციპში დაამთხევდა, ეხა მე რა მანერურა, იქ რო იტყვის, მაგალითად, მეფე დედოფლის აირბე შეიძლება ერთი წინ იყოს. ხო, რაღაც. ესე. ფორას. მაგარია, მაგარი. ხო, აიცი. საერთოდ ვეღარ სვავს. აი როგორ ვესვავს, უბრალოდ ახლა ანუ შეიძლება რომ გამაცნოთ. აუცილებლად. შეიძლება არა, აუცილებლად. აუცილებლად მოხდება. 2 ბოთლ ღვინოს თავის. ამარა, მივდივართ კეფალზე. კი, რა თქმა უნდა, ყველას თელ შემოგეთების გუნდს გეპატიჟებით და დანარჩენი მე იქ ეხა. სპოილერი რო არ გამოგივიდეს, დანარჩენი იქ. ჩვენ ცხოვრობდით თბილისში, აი მე პირველი კლასის პირველი სემესტრი რო იყო საერთოდ ჩვენ ოჯახი ეხლა დედა და მამა ეხლა თბილისში ცხოვრობენ. მუშაობენ. მთელი 90-იანი წლები და შემდეგ გაბმული ვიყავით ხანიკი ცხოვრობთ ფოცა. ხო, გასაგები. მე ბოდიშ ვიხდი რომ სკოლას ვერ ვასახლებ, რომ აი მუხიანში ცხოვრობდით, ნონეშვილის ქუჩა ხო, მე მგონი იქ ქონდა ბინა და საით 16 სართულიანი იყო და რაღაც სამი ბიჭი რაღაც მამას 88-იანი ვარ, 86, 90-იანი და მოუწია იმ კომუნისტების დროს და ბინა მიცეს თუ რაღაც ასე იყო ხო? ხო და მაშინ განაწილება ორიონი როა ქარხანა მანდ მუშაობდა და როგორც იყო რა განაწილება. ხო და ანუ ორმაგი ფანჯრები იდგა და გარედან კარდონით დაფარული და ფეხბურთს თამაშობდით იმას კვადრატ ბინაში და ის კარდონი რომ მოხსნეს თუ დამცავი ორივე ფენაშუშა რო ჩამტრეული იყო ასეთ ანუ მავნებლები არ ვიყავით ძალიან ცელქები და ეს მთელი კორპუსი აღებული ქონდა რა და ეს თბილისის მიწის რა იყო ახალი ცეცხლი დაანთეს რაღაცა ეს ამბები ყველაფერი მუნდომლად მაგრამ ხლად ყველაფერი არ მოყვე ხო არა მავნებლური მაგრამ ცელქი ბავშვები და ბინა ივსება რა ბინა ვიღაცები და მეშვიდე ივსება ეს ბინა და მეშვიდე სართულზე გადმოვიდა ოჯახი რომელსაც 4-ვე ანუ ეს სადაბაზოში ერთ ოთახიანი ორ ოთახიანი სამი და 4-იანი მიცემთ რომ 7 თუ 8 შვილი ყავდა და მე-9 ელოდებოდა რაღაც ასე იყო რა 10 შვილის პატრონი მთელი დარბაზის მისეს და ოსელი ანუ რუსლა და ახალმოსახლეობის სუფრა ახალმოსახლეობის გაგიდა მთელი კორპუსი დაპატიჟა ახლა შემოსახდება ყველას ხო არ იცნობ სახეზეს ნუ მთელი კორპუსი დაპატიჟა და დიდი სუფრა ეს სადარბაზოში გახსნიდა ავიდა და ამ დროს ეს 6 ბავშვი ახმაურდა ახლა ურევს აქ სულას ყველაფერს და გამოვარდა დედა და გაჩერდითო რა ხომერიკების ბავშვები ვიდიქცევით გაუგია რომ ხომერიკების ბავშვი დაგემოვა გამოთქმა იყო კორპუსში ხომერიკის ბავშვი ამ დროს მამაჩემ იგზის და ქალბატონო რაბძანეთო და არ ვიცი რა კაცო ვიღაცა ხომერიკები ანუ ამ კორპუსში აიკლესო თელ მე ვარო მაგათი მამა კარგით მოდი ხა შემდეგი თემა ვნახოთ და გადავიდეთ კარგად მივდივართ პირველი რაუნდის მეორე თემა იქნება ეს ხა და საინტერესო არის ავტომობილები აბა მოკლედ ესეთი ამდენიმე წლის წინ ყავდა Mitsubishi Colt ეს მარჯვენა საჭიანი იაპონიიდან ჩამოვიყვანე და ხეცი აუ არის ძალიან ასეამუნა მანქანა ხო და ესეთ სიტუაციაა რომ ახალი წლის პერიოდია რა 3 იანვარია თუ 4 ნუ ახალ წლები რა ახალი წელი აღურებულია და ერთ მაგალითს მაგაცი მყავს სვანეთში ლატალში ციო წელედიანი სკოლის დირექტორი ეგ მოვიკითხავ ხა და არა მოვიკითხოთ არა ჩოლებრივი პიროვნება მეორე მყავს კიდე კობა სამურკასო ესეთ ფოთის მეხუთე სკოლის დირექტორი იყო იმ პერიოდში ამ კობას ამ ეს ძალიან მოგზაური და ესეთ ტიპია ეს კობა და ამას უყვარს ესე წასვლა მარტო რაღაცა ეგ შემოვლილი აქვს მთელი ევროპა საქართველოს ისტორიკოსი ესეც ისიც მოკლედ ესეთ სიტუაცია რომ ამ ციოყმა დარეკა და გითხარ რომ ამოდითო
ჩემთანო რა ქვია ლატალი მესტია იქვია ლატალი ხო და ახლა 3 იანვარია და კოლტით როგორი ასასვლელია ახლა მიცუბიში კოლტით ვინ მიდის ხო და აი ყობა არაო გაწმენდილია გზა ახლა ამას მოგზაურობა უნდა და რაღაც სხვა მანქანა არ არის და მარტო ჩემია და ბიჭო კაი წავიდეთ ნელა თუ გაწმენდილი იქნება ბოლო ჩავალ და თუ არა ბოლო მოტრიალდები და იგა უბრუნდები და წამოვალ უკან და ახლა ფოთში და იმაში არ არის ეგეთი ისა რა ქვია ზამთარი არ იცის კაცი ხო და ავედით და მართლა წავედი და გაწმენდილი გზა სუფთა ცოტა იქ ბეჩოს ასახულთან ცოტა რაღაცა გამიჭირდა მაგრამ როგორც იქნა ჩავედით ამ ჩემი კოლტით ხო და ეხა ნუ იქიდან მესტიამდე არ არის დიდი გზა და ჩაგვიდა ეს ასპინძელი ხო კიდე ნაკრაში ერთი ამოვიყვანეთ ერთი ნაკრას სკოლის დირექტორი სპარტაკ გვარმიანი მოყობა კიდე ხო და ნუ მოკლედ დირექტორები გულაობენ ხო და რამდენი შეხედავთ ხა კოლტში 4 ნუ კაი ჩვენ არა ვართ მაგრამ ესენი ცოტა მოსული ხალხია რა ხო ჩავედით ხა ბუნებრივია რა უნდა განახოს ადამიანმა რომ მუზეუმი ხა ისტორიკოსია რაც იქ ბატონო ოშკები და ხა მეორე სერია ხო რა დალევს ხა ამ თან ახლა თვითონაც ისტორიკოსი, ფილოლოგია, ეს ყველაფერი მოკლედ ესო დამთავრდეს ექსკურსიის ამბავი, სუფრა გაიშალა არაჩვეულებრივი ის ოჯახში. ყველანი ერთად შევიკრიბე და ნუ კიდე მეზობლები და იქ კულტურის განყოფილების ვიღაც როგორც ხდება რა ეს შეიკრიბა და იქ ერთი პიროვნება შემოეწო სუფრას რომელიც ახლა რო წავიდა ასე ვთქვა ეს кейფი რო გახურდა მოდი ასე ვთქვა ერთმა ლექსი თქვა ერთმა რაღაც ისტორიული ნუ ბუნებრივია გეუბნები მაშინ ხარა მუზეუმში ხარა ჩაკობე და არაჩვეულებრივად გძნობ ახლა თავს აკეთა ის ერთი პიროვნება ძალიან ცოტას ლაპარაკობს არ ლაპარაკობს ბევრს ხო და ნუ ცოტა რო წავიდა ახლა ეს კიდე გახურდა ხო გახურდა ესე შემდეგ არის ეს და უცებ სიჩუმით ჩამოვარდება ხო და ის რა ქვია მეკითხება რომ მანქანით ხარ ხო შევა კილოს ვერ ვაკეთებ მაგრამ არა უშავს კი მეუთხარი მანქანით ვარ მეთქი და ამ საღამოს ყინვაა ბიჭო ამ საღამოს ყინვაა და რავით ამეწყო ეს ისინი შიშები რომ ეს იაპონიდან რო ჩამოვიყვანეს სულ არ ვიცი ამ კოლტს ანტიფრიზი აქვს არ აქვს იყინება ეხა ფოჩი რო დავდივარ ეს ბესტიაში ხო ატალში ყინვა და კი მაგრამ რამდენია ყინვა მეუთხარი და -18 რა -18 კაცო ვაუ ბიჭო არ მინდა უკვე არც უფრო არ მინდა არც ახალზე გაგტვინა გასრო მაგრამ ხო რა ვიცი იზმენა რა ვიცი როგორ ქვია ეს შიში რა ხო ვარ როგორ ეძახია ჟარგონულად ხო და რაღაცა შიში მაქვს უკვე რომ აუ არ ჩაიყინოს რაღაცა ბოლოს და ბოლოს კითხე კი მაგრამ კაი ბოლოს და ბოლოს მოთოვა მეუთხარი და რომ მოთოვოს და რო გაყინოს მე რა უნდა ვქნა მეთქი ხავ კითხულობ უკვე ეს და არაფერი წაიყვან მაისში 3 იანვარია და წაიყვანო მაისში წაიყვანო მაისში რა მაისში მაგარი დრო გიტარები ხო და ელი ღამე ყოველ საათში მივიდოდი და გავქავდი გავახურებდი და უბრუნდებოდი მივიძინოდი ბოლო ანტიფრიზის ხა კი არა ყველაფერი გარჩეულია დასრულდა მაგარია ძალიან ისე აბა ბიჭებო შემდეგ აკო მე ავტომობილი ხო ეს ანეკდოტია რა ეხლა რა ვიცი შეიძლება მე ვერ მაიცოდეს კიდევაც მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ჩემთვის ერთ-ერთი ის არის მაგრამ თბილისის მოძრაობა ხო ცოტა იმასაც ეხება საცობებს თბილისში ასე ვთქვათ კი ვართ ფოთელები მაგრამ ჩვენც გვაწუხებს ხოლმე როცა ჩავოდივართ ეგ პრობლემა ხო და მოკლედ საცობია სერიოზული რა და ტიპს უნდა ეგრეთ წოდებული მარშრუტკის გაჩერება ეს ის პერიოდია 80 თეთრი როღის მარშრუტკა ჩემი სტუდენტობის პერიოდია მოკლედ ხო და დაუქნია რა ხელი ჩვენ დროს ძვირი ყოფილი არა 50-დან 80 გახდა კონდიციონერი უნდა ჩაგერთო ხო და რო იყო ხო 80 ვიხდი და კონდიციონერი იყო ხო და ხელს ეს რა იყო მართლა ხო ანუ კონდიციონერიაო და 80 და მე ხო ადიოდი ხო და როა თუ არ იყო 80 ვიხდი კონდიციონერატორი ჩართული საჩივლის ფორმას მახსოვს ეგ ეს პროცესები მოკლედ ეგ ხო ეგ პერიოდია რა და ტიპი ხელს დააჩერე უნება და ანუ მარშრუტკა არის მეორე ზოლში მარშრუტკას ვიხარ ამ სიტყვას მხდება რა ხო და პირველ ზოლში ისეთი საცობია ესეთი ვაგონები რა გადაბმული ერთმანეთზე რომ ფიზიკურად ვერ გააჩერებს და კი დაინახა მძღოლმა ეხა რომ ხელს უქნევს და ანიშნა რომ იქითო რა ცოტა წინ წამოდიო და იქით გაგიჭერებო რა ხო ცოტა წინ და ბიჭო გააგზელა ეხა ამ მარშრუტკამ სიარული და
ეს ტიპი მორბის. ნემას ვერ მიდის, იმიტომ რომ უკრიდან მანქანები ეხლა. და ეძებს ეხლა სად შეიძლება რომ ჩააყენო და ვერ აყენებს. იმ ხელასაცობია და ეს მიდის ეს. ანებდება, მოკლედ 1 კილონახევრის მერე როგორც იკრა გააჩერა ამაშუკამ და ეს ტიპიც მოიძე გაუღო კარი ასე და ამოიღო ეს 81 და შეუყარა და აქ ჩამოდიოდი ხელი ჩამოდიოდი კარგია არბენია ფეხი კარგია მაგრებითა ბიჭები პირველი რაუნდისთვის იყო არაჩვეულებრივი მეორე რაუნდი და მოდი აბა ვნახოთ თემა რა იქნება ძალიან მაგარია აქ ჩამოვდიოდი არც გამიგია შენიერია ოჯახზე იმდენია მოყევი ოჯახი ხო ის არა ინტელექტი გვისმენს ტელეფონი იბანტო აბა ვინ დაიწყებს ოჯახის ამ ხო ცოტა უცმაწონობისთვის ბოდის ხდება რა ჭირდება ამ ისტორიას და მაკვირვებ მაგარი ხო ანუ ნამდვილი ისტორია მამას ბავშვობის მეგობარი ორი ადამიანი ну ერთი თქვენი მამის ბავშვობის ზაზა მამაჩემის რა ვიცი პატარობა 5-6 წელი და რო ერთად მოდიხარ ასეთი ხალხი და ერთი გაყვა სასულიერო ცხოვრებას და მამაოა ახლა ანეკდოტა და მაგრამ ნამდვილი ამბავია რა და მეორე როგორც მამაჩემის სუფრები რესტორნები მაგრამ ცოტა მექალთანე რა და ახლა ოჯახი ყავს სოლი ყავს შვილი ყავს მაგრამ ეს რომ დათრება მაშინ ვიღაცას არ შიხში რაღაცა შემბაში ამ ქალბატონს არ ვიცი ისი დასვამი ალბათ და მის მაკას ბავშვიდან გაზრდას მამაოს მიადგებოდა ღამეს ამ საათზე მთვრალი სულ რა სოლი ყავს შვილი ყავს მეორე დღეს ხიზლდება და არც ის მის გზაზე მიდის ამასაც მამაოსთან მიდის სახში და ის მანსარდაში ცხოვრობს გამოახებდა და მამაო დავით ჯვარი დამწერე დამლოცე ნუ ჯვარი დამწერე ნუ ერთხელ მივიდა ასე და იმან გამოვიდა კაი დაწერა და ნუ ამაში გააგზელა მის ჯვრის დაწერი და ამ ხალხს აბავს სიმბოლური რა ამ ხალხს აბავს ეთყობა თუ რა ვიცი ახლა ერთი შემთხვევა იყო აი თუ მართალს არ გეუნები აგერ წამოდი მამაო ხარ ეთყობა და მე ეს გრძელდება პერმანენტულად და ერთ დღეს რომ მიადგა ღამეს ამ საათზე ხვალ კვირადღე მოდის თუ წირვაა და როგორცაა რა ვიცი და გამოაღო მამა დავითმა ვანჯრიდან არ ვიცი არ მინდა პარალელი გავავლო ის ახლა ის ფოჩი სხვა მამა დავითების არის იმაზე ვსაუბრობ ანუ ამ შემთხვევაში არა ეს ფოჩი არა კაცო არა ხო არა ეს ადამიანი ის იმ წლებში ყვები როცა იყო და გამოაღო და გამოხედა და რა ხდება კიდე მორიგი ქალბატონი ყავს მოყვანილი დამწერე მამაო დამწერეო ბავშვობის მაგაცებია ზვარი დამწერეო და შეიძლება გამოხედა ჩემ ბიჭო რა გინდაო მე თუ არ ვნახე ისი არ გინდა თუ როგორაა საქმე მაგიზე და არა ის ხომ მაგარია თემა ოჯახი ოჯახი და ხო ნუ ოჯახურია ძალიან ისტორია იქიდან ო ეხა ბავშვობის ვაკაცები ბავშვები და 4 წოლი ყავს მოყვანილი 24 საათში ასე მიყურე საქმე კაი აბა კიდე ერთი ისტორია ეს ნამდვილი ამბავია რაც მოყევი ახლა ჩვენიერი მოკლედ ერთ დღესაც გაგიკვირდება და მამაჩემი მოვიდა სუფრიდან სამივე ბიჭები ვართ სახში რა ბიჭები მამა თქვენ წამოგეყვანეთ მამის ისტორიები ორი-ორზე იქნებოდით ხო რა არა ის სხვა მიზნით არ წამოვიყვანეთ არ გვაცლი და საუბარს საერთოდ მარტო ზაზა ილაპარაკებ მაგარი ისტორიები აქვს და კიდე ერთხელ უნდა მოგეკითხო ჩემო ზაზა ბატონო შეგენაცოლე აი ამ ბიჭების გაკეთებით მერე რას ყვევია რა კიდე მამის ისტორია ხედავთ და ჯერ გივის და გიგის ოჯახი არ აქვს შექმნილი ცოლი არ ყავთ მოყვანილი ნუ ხა დღეს ორივე დაოჯახებულია მე არა სხვადასხვაორის და ეს დაგვრჩა ხო მე ესე დაოჯახე მაგრამ მაშინ არ ყავთ რა არც ეს არ ყავს ცოლი და მამაჩემი რომ შემოვიდა ნუ ნასვამია და რაღაცებზე ხარ ბიჭები სამივე ერთად დაგვიჭირა ეს ასეთი რაღაცა ხო ან მე ვარ სადღაც ან ის სადღაც ან ეს სადღაც ეხლა რომ დაგვიჭირე ერთად იფიქრა ალბათ ზოგადად არ ახასიათებს ეს ჭკუის დარიგება და რაღაც ეგეთები მაგრამ ატომგაც ხო იცი კაცია და ხასიათი ასამია ცოტა დიდი ბიბლიოთეკა მაქვს სახში და მოკლედ წიგნებზე დაგვიწყვა ხა ჯერ ლაპარაკი აი ეს საკითხული მაქვს სამჯერ ის ხუთჯერ რუსულად რა ვიცი ფრანგულად ქართულად ვაჟა დოსტოევსკი მოკლედ და გვარიგებს ეხა რაღაცას და უცებ აი ალბათ იფიქრა მოდი ეხა ცოტა თემასაც და შეცვალა უცებ თემა და
მამაო, ახლა პრინციპში ამას თავი დავანებოდო და შენს და შენ ცოლები უნდა მოიყვანოთ უკვე ნელ-ნელაო და რაღაცას გეტყვითო და ის მამაშვილურაც, მაგაცურად რო შეარჩევთო ქალსო, ცოლი მოსაყვანო. შეიძლებაო ახლა ამდენი რას გითხარით, ამდენი წიგნი წანაკითხი არ კონდეს, შეიძლება საერთოდ არ კონდეს წანაკითხი, წაცო გაუნათლებელი იყოს, მაგრამ ფიზიკურად იყოს. კარგია, იმიტომ რომ ქალიაო მაინც, ამაო და ქალის დანახვა უნდა გიხაროდეს. გადაწონოსო ესე იგი მის გაუნათლებობა აი ამ სილამაზე. ან შეიძლებაო პირიქითო, კაცო. არ იყოს ხა ლამაზი, იმიტომ რომ სილამაზე მაინც სუბიექტურია და განათლებული იყოს. რომ გამოგადგებაო ჯანში, აბა იქ სიტყვა პასუხი მთელი ამა. ახლა თუ ისეთ ქალს იპოვიო რომ განათლებულიც არის და ფიზიკურადაც ლამაზიაო მამა. ახლა ამას რაჯობია, მამა და მოკლედ ახლა ამ დარიგებებშია და აი უცებ შუა აზრს უგაწყვიტავს და კაჩერდა უცებ და რას გეტყვითო მამა იციო? იმისთანად როა მოსული კაცი არ მომიყანო სახში და ვინც რა გინდა იცი. გინდა ლამაზი, გინდა უგრე, გინდა გალაფი. კაცი არ იყოს ზოგადად. მაგარი კაცია ძალიან, ვატყობ და ვგზნობ. კიდე ხო არა გაქვს ოჯახზე? არის ერთი ხომ არა, ის უფრო სპორტში თუ ოჯახში, აი სპორტის განყოფილება, მაგრამ აი ოჯახიც არის ხო, დგავართ მე, აკაკი და ისე მამა ჩვენი მოდის თქვენ ყველა თემა მაინც გეხებათ, იმიტომ რომ მეტნაკლებად მე მგონი ოთში არის აი თაღი. ეგრეთ წოდებული ყველა არკას ეძახის, ნუ არკასთან იკრიბება ესა, რაღაცა ეს ახალგაზრდების შესაკრები ის ბირჟა სწორად ვამბობ? აი პარკში შესასვლელი თაღი და იქ ვართ მე, აკაკი, ჩვენი მეგობრები, კლასელები, საძმაკაცო შეკრებილებ და საზა მოდის, ბაბაჩი მოდის, ანუ არც მთვრალია, მაგრამ ნასვამზე მეტია ახლა, ხო? ვარიგებსა ზაზა არის ბიტლომანი. და რა ვიცი, კამაჩი დაგიმტკიცებს რომ არის ნუ ფეხბურთის უბადლო ცოდნე, ისტორიის კუთხით ყველა დეტალი, ყველა ფეხბურთელი რო იცის რაღაც მისი თაობა და პელესტი. ხო ვიცახი, მაგარი კაცი. მისი არგუმენტია მე ვარო ბიტლზის, კასიუს კლეის და პელეს თაობა. ხო, თაობა. იმის იგი არავის არ აღიარებს. ახლა ამაზე ანუ რატო არის ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელი პელე, რატო 1227 გოლი, 5 ჩემპიონატი, 3 სოფლიო, რაღაცა ხსნის და ანუ ჩემი ძმაკაცები ხება ვართ რამდენის? 15, 13 და ასე 16 რა, ასეთი ასაკის და არა, დიდები. შეიძლება შენი თაობა 18 არ მახსოვს. ეს 20 წელი ისტორია. სტუდენტები ვართ რა, უბრალოდ ბირჟაზე რო ხო, მაგრამ ყველა თაობა შეიკრიბა და ნუ ცოტა შეხოშებულზე მეტია. ხო და ერთი ისეთი კაცი ყავდა შენ ანუ ფითილის შემთების რო იციან რომ წაეღადავება ისეთი ყავდა ერთი. ხო და ახლა რომ დგავარ და ზაზაყვება რომ აი ეს ისტორია მარადონას რატო არაფასებს სათანადოდ, თუმცა ის უდიდესია და ამას ყვება და ამ დროს ამ შეკრებაში შემოყვენ ჩვენს მაგერთებმა ზაკასა თავი. მარადონა თუ პელე და ზაზა რაღაც ამაზე დიდებზე და დიდებზია. ამ დროს იქიდან იმ ჩვენს ზაკასა შემოყვება დი სტეფანო ხო და ზაზა შარაფია და ეს ან მაგარი ჭკვიანია და ან მაგარი შენ ანტენო დროს კავშირში არის შენ ანტენოთი არისიო და ან მაგარი ან მაგარი ან ფეხბურთი არის ანუ ძალიან მაგარი ჭკვიანი ხარო ან მაგარი იყო ასეთი ისტორია შვენიერი გავაგზელეთ თორე ხა პაუზა არ უნდა აბა ვნახოთ შემდეგი თემა რა არის ეჩეგი არის ბატონი ზაზას გადაცემა ისტორიები არის არა ნუ ასია ყველა კავშირში ერთად აბა რა მეგრელები ბიჭებო მეგრელებს იცნობთ ხო კი ვარ გურულები დედა მეგრელი ყავს დედის ხაზით რა გვარია დედა დედა თირქია ბებია ყავდა კარტხია მოკლედ ესეა სულ ხომერიკები და აქეთ ქალბატონები სულ მეგრელებია სულ მეუღლეებიც ასე ჩვენც და შენიერი მეგრელი ქალბატონი აბა რა სიტყვით ეხლა გავიგებთ მეუღლეებს როგორ დაუბრუნდებით აბა რა სიტყვით არა მეუღლეების მეგრელები არა მეგრელებზე მოკლედ ჩვენი ნათესავი ერთ ქალბატონი ნამდვილი ამბავია ესეც ჩვენი ნათესავი ქალბატონი დიდი ხანია გერმანიაში ცხოვრობს რა და ნუ მოხდა ისე რომ გათხოვდა გერმანიაში გერმანელზე მოვიკითხავ აქედან ეხლა ქალბატონი იამზე მოკლედ და ეხლა მისი მეუღლე ოლივერი სახელად და ცხეთაში არის ქორწილი. ჩამოსული ზაზა არა იქ თამადა, მაგრამ ერთ-ერთი წამყვანია იქ. საკეთო. არა, რაღაც იყო, მაგრამ ეხა იქ ეხა ისეთ სიტუაცია არის და ეს იამზე ქალბატონი ჩვენი ნათესავი არის მეგრელი. და შესაბამისად ეს
ნათესავებიც ესე იგი მაყარი ვიცი ეს ჩვენად გურულები თორე სულ ყველა მეგრელია და თან აი ესეთი ოლივერი მეგრელი დაანჯენი ეს ესე იგი გოგოს ხვიდან ხო ვარ ჩვენ მაღაში და ყველა მეგრელები არიან ისე და ნათესავები ერთ ჩვენად გურულები მეგრული რო არ ვიცი და ის ოლივერი მეთი ეს ოლივერი გერმანელი მისი მეგობრები იმას მისი საზმაკაცო მისი სამეგობროი ფრანგი გერმანელი მეგრელები ხო ჯერ არა ჯერ ვამიგრელებთ რა ესეთ ვარიანტია მაგრამ ძირითადი მასა ეხარიან გერმანელები და მეგრელები ის რაღაცა არა ოლივერის ვაკაცები გერმანელები რა თქმა უნდა და რაღაც მიდის კეითი თელემავი და მოკლედ ეხა თამადამ ერთხელ თქვა რომ აი სამეგრელოს იქ სამარგალოს მორძგუა და ცოტა მეგრულადაც მიდის საუბარი სანქართულად თან და ძალიან ხშირად ისმის ეს სიტყვა სამეგრელო და მოკლედ ეს ახლა ოლივერმა კი იცის რო ესა დაუშვად იქ როგორც ქმარმა იცის ხო ქმარმა იცის ახლა რო ბავარიის მიწა რა როგორც ბავარია საქსონია რო ეგრე არის სამეგრელო მაგრამ იმათ ახო არ იციან დანარჩენიმა და რა არისო ეს სამეგრელო იკითხა ერთ-ერთმა და ეხლა ამ ოლივერმა დაუწყო ახსნა რომ აი ჩვენთან რო არის და იქ კუთხე მიწა ხო ქვია გერმანიაში მიწები რაღაცა და ავაჩები უყურეს ეხლა ამას ასე და იდეა გიტან ეგეთი ეხლა ვინა მეგრელებიო არ უნდა ამდენი ახსნა მეგრელები ვინ არისო ისო ჩემო მეგობარო ორი გვარი გჭირდებაო შენ მეტი არა და უცებ გაიგებ ყველა გერმანელმა რო იცის ყველა გერმანელმა რო იცის ერთმა 45-ში რაიხსტაგზე დროშა დაგიჯოთო და მეორე 91-ის 13 მაისს 2-1 რო იყო და რო შეგიგდო ფინალში და დუსელდორფი და თასი წამოიღო მაგია მეგრელი დარასელია დანარჩენი არა ასე არ გაინტერესებს ეს არ გიხარ ზაგერ მეუღლეთ და როცა მედნიერი გამყავს ბიჭო ესე იგი ბატონი ზაზა ხო არ იყო თამადაო მაგრამ თავაროლში იყო ხო აბა შემდეგი მეორე ჩვენთან მოხდა ესეთი ამბავი მოკლედ კულტურის სამსახურმა სკოლებს დაგვავალა რომ ესე იგი დაიდგა სპექტაკლები და სკოლები სასკოლო დონეზე სპექტაკლები რომ ხშირად ხდება ეს ფოთში ხან შეთანხმებით ხან რაღაცესთან მიძღვნილი და ასე შემდეგ და როგორც კი ნუ აქ იყო საუბარი იმაზე რომ დაწყებითი კლასის სპექტაკლი უნდა მომზადდეს დაწყებითი სასკოლო დონეზე მაგრამ ნუ ბოდიში რა გაგაწყვეტინებ რა ეგეთი ამბები ყველა რაიონში ხდება რა დამავიწყდება და ხარ ბძანეთ რომ ავალებენ ხო და ერთ-ერთი დავალება ყოფილა გურჯაანში რომ თქვენ ნუ გადაწყევეთო რა ბავშვებთან ჩაატარეთ გამოკითხვაო რა სპექტაკლი დადგანო და რა დაწერეს ბრუსლი მაგარი იქნებოდა კუჭალები ბრუსლი დაგვიდგით მასწავლებელი წარმოედგინე სკოლაში ბოდიში არა ზოგი გავაგზავნე ნუ მოკლედ ერთ სიტყვით სასკოლო დონეზე უნდა დაწყებითი კლასებში უნდა ჩატარდეს სასკოლო დონეზე სპექტაკლი კი ვიცი ნუ მოკლედ ერთი სიტყვით ჩავერთეთ ახლა აქტიურად ყველა სკოლა მზადყოფნაშია ყველა სკოლა მისთვის წაკეთებს და გადაუწყვეტთ რა როგორ დაწყებით კლასებში რომ ჩაატარო თან რაღაც მოვიფიქრეთ ესე რომ პინოქიო უნდა დაიდგას პინოქიო მაგრამ აქ არის ერთი ცოტა ისეთი ამბავი სირთულეს წარმოადგენსო ეს უნდა დაიდგას ინგლისურ ენაზე ოჰო ხო ეხლა დაწყებითი კლასზე მე-6 კლასის დონემდე გრძელდება დაწყებით საფეხური და ეხლა პირველი კლასელიც უნდა თამაშობდეს მეორეც ეხლა გული არავის არ დაწყვეტა ხო ბავშვებთან გვაქვს საქმე და სკოლაში ვინც მუშაობს მოგეხსენებათ ეგ როგორ თან აქ მშობელთა ამბავი ჩართულობა ბატონო ჩემო კოსტუმები რაღაცა ცოტა მშობელიც გვერდით უდგას სკოლას იხარჯება და ყველა რაღაცნაირად როლს ელოდებიან მშობლები ხო ნუ ბუნებრივია არა მე ამას ჟიური აფასებს ქალაქიდან და თეატრის მწოდნეები ბატონო ჩემო და კრიტიკოსებიც და ასე შემდეგ. ნუ სერიოზული სახე აქვს მიცემული და ესე იგი მთელი ერთი თვე ამაზე მიდის მომზადება ყველა სკოლა ჩართული აქტიურად ამ საკითხში და ვამზადებ და ახლა ეს ყველაფერი კი მომზადეთ, მაგრამ ბავშვებია რა მაინც და ახლა ამ ინგლისურის პოპულარიზაციას და უცხო ენათა კათედრა და მოკლედ ეს აქტიურად მიდის ეს ამბავი, მაგრამ ნუ მაინც ამ ისაც ამჩნევს ეს ფოთური კილო, მაინც ფოთური კილოა და მეგრული გაკრავს თავისებურად. ხო და მოკლედ დაიწყო რა ეხა ეს სპექტაკლი ახლა თქვენ მსახიობი ხარ და მოკლედ ეს რაღაცა სცენა, განათება, რაღაცა კოსტუმი, რაღაცა მუსიკა შევიდა, ესე შემდეგ და ნუ იქ თუ ავსდების ფერია ხო, ეძებს აცოცხლებს თუ როგორც არის. ხო და ამბდა ტიპაჟი არის თან და ეს ბავშვი გინდა ჩასვეს სპექტაკლში, ნუ ტიპაჟია რა, მაგრამ რაღაცა თუ გაუჭირდება, სადაც სუსტი იყო იქ გაწყდა რა. ეძებს და უნდა შემოვიდეს და we are you Pinocchio რაღაც და შემოვიდა და
ვიარიო პინოკიო. ეგ ვიარიო პინოკიო. ნუ რაღაცა ეგ სენა და ყველა ვიარიო. ეგ იმას გავს ხო ისი კახელებმა რო დაურეკისი რა ამერიკაში წავიდა მაგათი უბნელი და ლაპარაკობდა შენ ბოლო რომელ შტატში მიჩიგანში მიჩიგანში კარგია მიჩიგანი კარტანავდა ამ ხუმრობაში ეს ორი რაუნდი დამთავრდა და ეხლა არის თავისუფალი თემა ანუ რაც გინდათ ის მოყევით რა აი რაც არის თქვენთვის ბატონო მამა თქვენს დავესესხევი და პელე ისტორია რაც არის ბატონო და რასაც თვლით ის მოყევით და აბა გისმენთ ერთი ალბათ არის 90-იანი არა 2000-ის დასაწყისი რა ჯერ ხელისუფლების ცვლილება რო არა მოხდა ის დროა და თოჩი ახლა არის მოგეხსენებათ რკინიგზა უმთავრესი როლი აქვს და ტვირთის გადაზიდვა რა ეს ტრანსატლანტიკური კავშირი და რაღაცა ამ თემებზე მიდის ლაპარაკი რო შუა დერეფანი და ხო სულ არ ვიცი და რაზე შუა დაიწყეს და ჯერ მიგზებო ემზარის მოვიკითხავ ემზარი მე მგონია ამერიკაში ცხოვრობს ახლა არ ვიცი სადა რა ვიცი ოსილოს უკან მუშაობდა მე დისპეჩერი იყო რა და დისპეჩერი ხო რა და იქ ერთი ადგილია ქალაქის შემოსასვლელში დღესეც რა რომ ის რკინიგზა რო მატარებელი რო გაივლის იქ მანქანების ჩერდება რა ხო ეს 60-ის თავარი საიდან იწყება ფოთიდან თავარი ტვირთ ბრუნვა სადაც არის იქ არის გადაადგილება და დღესეც მატარებელი სანამ ჭადრების იქით დავიწყო ხო აი მაგას შეგიკეთება იმ სადიჭეროში აი თქვენ თუ შეამჩნიეთ რა კარგად ვიცი ფოთი კი ბატონო ხო და უკეთ გაგაცნო ჩვენი მეგობარი ანუ სადაც არ უნდა დამპატიჟოთ მოგაგდებ ყველა ვარიანტი პრობლემა არა ჯალოს არა ხო და ვინც ამ ქსელს ქალაქში ხა ტერმინალებია რაღაცა ხო ამ სარკინიგზო ქსელის სპეციალისტი არსებობს რა ეს კომპანია სალკე და ემსახურება და ამას მისი აწყობა უნდა რა ცოდნა უნდა ხა ეს სპეციფიკური ცოდნა ესეთი უნარებია რომ ყველას არ შეუძლია გრადუსის დაცვა ისა და ვინც ამ საქმეზე მუშაობს იმათმა ყველამ აბსოლუტურად ყველამ იცის განრიგი მატარებლის ახლა როდის შეიძლება შლანგმოვი დაიკეტოს და მოდის მანქანით ეს კაცი მაგრამ ის დისპეჩერმა დისპეჩერი ემზარი რა ვიცი სულ არ იცნობს ამას ხო და დაეკეტა რა შლანგმოვი და ახლა გავიდა 2 წუთს არაფერი არ მოდის და გავკვირვებულია და ამ დროს გამოვიდა ემზარი სადისპეჩეროდან რა ხდებაო ეკითხება და არაფერიო ვერ მივატოვეო ტერიტორია და რაღაცა სიგარეტი მომაწევიო კაცმა ტრანსატლანტიკური კავშირი დაკეტა თელი გადაკეტა აიმერი გადავრდა ის რაღაცა იმ მოწენა დაეწერა დაკეტა და გაჩერა აზია ევროპის კავშირი გადაკეტა სიგარეტი უნდა აჩერა ტრასე გადაიზარა ერთი რა კაცები კარგი მშენიერი აბა ბიჭები აი არა ნუ ეხა ეს არის ესეთი ჩემს ბავშვობაში მოხდა ნუ აი სკოლას უკავშირდება და რა ვიცი ეხა ბევრი რაღაცა უკავშირდებოდა სკოლას ბავშვობიდან და ამას მოყვები აუ 90 წლიანი წლებია რა ის აი ჩანტლაძის სკეჩი როა რა რო იქ რა ვეუნება რა ვიმღეროდა და რაზე და გვარებსო ჩამოთulis და მე რო ხო იქ მეგრე ისია ეს ბულკივი ხო აი ზუსტად ეგეთი მოხდა ჩემს კლასში ოღონდ მე როგორც არასკოლიდან მე როცა სწავლობდი სკოლაში მოკლედ 90-იან წლებში მე 7 კლასში ვარ და განათლების სამინისტროს შემოიტანა საგნად ხატვა ვის მოვიდა თავში დასფიცავარეს ვის მოვიდა თავში როგორი პერიოდი ახლა უბრალოდ პერიოდი ვაგიხსნა მეც კი რომელიც ალბათ კონფლიქტო ადამიანი რა ვიცი ამ ქვეყანაზე მეც კი იმით დავდივარ რა ეს კრიალოსანი და ბაბაჩკები ხო ლისიჩკა ბაბაჩკა დანა რა ბავშვები თან რეალი უნდა იცოდე ხო ბავშვები ჩაკეთებული პრაქტიკა ეს ხელი ეხა ძვაკ ის ტრაუმა არის მაგრამ ეგ არ არის უბედურება მე რო დანი დავდივარ უბედურება რა არის ეს დანა იყიდება სკოლის გვერდი ჯიხურში და დანა კი არა დანები ბევრი ხო და ამ პერიოდში სამინისტრო გვაძალებს ბავშვებს ნუ არ ვიცი ახლა რომ მოიტანეთო ფლომასტერს იასამნის ფლომასტერს ვინ მოიტანს არ მოგიდგენია შენ ეს არა შანსი არა მაგისი და ნუ ახლა რო არ მომიტანეთ ერთი გაკვეთილი ბიჭებზე ახლა საუბარი ახლა გოგოები მეტნაკლებად უფრო მორჩილები იყვნენ ამ მიმართულებით და ამ კუთხით და ნუ კლასი და დიდი კლასი იყო 43 თუ 44 ვისხედი დიდი კლასი იყო რა ხო და რო არ მოვიტანეთ შემდგომ გაკვეთილზეც ქალბატონმა მაიამ ხატვის მასწავლებელმა მიმართა დირექტორს
ამოვიდა დირექტორი და აშია საქმე ქალბატონმა იო და ბატონო დირექტორო ეუბნება მე-7 პირველის ბიჭები მიგდებენო აბუჩადო და არ მოაქვთ სახატავები და ფლომასტერებიო. ხო და ახლა დირექტორმა ხო და მიიღო ზომა რა ქრას და მე-7 პირველის ბიჭები დაფასთანო თქვა. ხო დავდექი და აუ შეიძლება ავდგე რა უნდა შევასრულო. აბა რა უნაკი. ხო და მოკლედ ესეთ სიტუაცია რა ესე არის კარი ესე დირექტორი დგას და ესე ჩაგვამწყლიოს რა ყველა და მე ხა როგორ ვხედავ ეს სიმაღლე მაშინ რო გავიზარდე მე ხოჭედან უფრო მაგლები ერთი მხავს კიდე დაბალი ცოტა აქეთ ხო ეხა ეს ამან ეს მოდის ეს დირექტორი ესე ჩამოიერა და ეს ხო დგას ეს პატარა და რა გვარი ხარო კითხავ ხო და ამან ხა ტყებუჩავაო ვისი ბიჭი ხარო შენო მეო მოგელი ტყებუჩავას ბიჭი ვარ ნუ ვერ უთხრა ვერაფერი ამას იმიტომ რომ მამისი ფოთის აკრებულოს თავმჯდომარე იყო ვერ უთხრა ხა დირექტორმა გადმოვიდა ჩემთან რა გვარი ხარო ვეკითხე მე უთხარ ხომერი კი მეთქი ვერ მითხრა ვერაფერი იმიტომ რომ ბებია ჩემს ასწავლო ნაწილი იყო და ბაბუა აღმასკომის ხო იმდროს ბაბუა კიდე რაღაცა თელი გადავიდე ხა აქით რა გვარი ხარ მაღლაკელიძე ვერაფერი ვერ უთხრა მაღლაკელიძე იმიტომ რომ ბებია მის შრომის მასწავლებელი წავიდე კიდე იქ რა გვარი ხარ ტყებუჩავა კიდე მეორე ტყებუჩავას ხო ვერაფერი ვერ უთხრა იმიტომ რომ მამამისი გია ტყებუჩავა ფოთის კოლხეთი გუნდის უფროსი იყო რა წავიდე იქ რა გვარი ხარ იოსავა ვერ უთხრა ვერაფერი იმიტომ რომ მამამისი წისკულ კომბინატის დირექტორი იყო წავიდა კიდე წინ ახლა და ახლა უკვე მაღალი ბიჭები წამოვიდა რა გვარი ხარ დავითაია დავითაია ზაუნ დედამისი ისტორიას ასწავლა თან ჩვენი ფოთის პირველი გიმნაზია მაშინ თეოფანი დავითაიას სახელობის ბოლო როგორ უნდა უთხრა დავითაიას რაღაცა და წავიდა წინ ბახტაძე დედამისი კესო კალანდარიშვილი ისტორიას ასწავლის კიდე ჩვენ და ვაშაკიძე მოდის ბატონო ჩემო იქ ინგლისურის მასწავლებელია დედამისი მე ჯოლია შელია ბადრი და ესეც მაკაცებია მოკლედ საძმაკაცოა ან ვიღაცა თანამდებობის შვილია რა ერთი სიტყვი და ეხა ბოლოში მივიდა ბოლოში და ყველაზე მაღალი დგას ყველაზე მაღალი და ეკითხება გამარჯო ესა რა რა გვარი ხარო შენ ამან ვაჩეიშვილი ვისი ბიჭი ხარო შენ მე ირაკლი ვაჩეიშვილის ბიჭი ვარ ირაკლი ვაჩეიშვილი ვინ არის და თქვენ არ გეცოდინება ჩვენ ამ სკოლაში ახალი გადმოსული ვარ მე რატო არ დაგაქვს სახატავება და შემადაც ვისიგდებ შენო ვისიგდებ შენ რატო არ დაგაქვს აი ფაინალი ისტორია არა თან მთელი ამბავი რა არის იცი მას ვეთქვა დედა რო ეხსენებია ხო დედამის ისტორიის მასწავლებელი იყო სხვა სკოლაში გამოდონი ნაცხადია და არ იქნებოდა პრობლემა არა იქიდან წავიდა ვითომ იქიდან გაყოდა არა დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არის ჩვენს კლასში ეს პიროვნება ბატონი აკაკი ვაჩეიშვილი მოვიკითხავ და ერთ-ერთი ყველაზე პურ პროდუქტების და იმის ბიზნესშია და გაუმარჯოს ასეთი ამბავი იყო ნამდვილად ჩვენ სკოლაშიაც გენაცვალეთ ბიჭებო მე ერთი ამბავი რა შეხ ნახე და მოვისმინე ჩემი ყურებით ძალიან კაი ადამიანები ხართ. მადლობა თქვენ მამას, თქვენ დედას, თქვენი გაზდისთვის, იმიტომ რომ მე გაინც გონია რომ იუმორი გადაარჩეს ჩვენ ქვეყანას. დოზირებული ხა ყველაფერი იუმორით არ გამოვა. დოზირებული. რა თქმა უნდა. და ეხლა რომ აი ესეთი დირექტორი რომ ყოლოდა მე მაგალითად რა მიუხედავად ისე ძალიან მაგარი დირექტორი მყავდა. მე მაგის ვერ რო გავხდი მე აღარ ვიქცევი უკვე ასე. ეგ ნახე რომ ეგ შეჩევითობა ხუპავს რა. ხო. არა, ეს ახლა გასაგებია. უბრალოდ არის ბუნებრივი. ბუნებრივი. უფრო ისეთი სხვანაირი პერიოდია, სხვანაირი ცხოვრება და სხვანაირი დამოკიდებული გძნობ რომ ბავშვებთანაც აბსოლუტურად სხვანაირი დამოკიდებულებით იქნებით და იმიტომ არის რომ ამდენი ხანი ბრძანდებით ამ ადგილას, სადაც ხარ დირექტორობას გულისხმობ. დიდი მადლობა. ასევე თქვენ შემთხვევაში ჩემო კარგო, იმიტომ რომ ასეთი მასწავლებელი ძალიან კარგია. კიდევ ვამბობ, რომ ძალიან ბევრი ხდებოდა აქედან აწინწყლები და უბედური, მაგრამ არაჩვეულებრივი მასწავლებლები ყავდა ჩვენ და ძალიან მიყვარს ყველა რა, დირექტორიდან დაწყებული, იმიტომ რომ ესა ჩვენი ბავშვობა და ალბათ ყველაზე კარგი გასახსენებელი პერიოდი. არა, მე არ ვიყავი კაი მოსწავლე, მე ორი სკოლა მაქვს გამოცვლილი და ორივე სკოლის მასწავლებლებს და კლასელებს მოვიკითხა, იმიტომ რომ ალბათ ყველაზე მაგარია ესა და რაღაცა თბილია. რაც შეეხება თქვენ ამ ბავშვს კიდე ასეთი იუმორის მქონე გიდი რომ იყოს ჩვენი ტურისტისთვის, ტურისტი არ გამოენება ჩვენ ქვეყანას და ოქროები ხართ. ერთი ის გადარჩა, მამა გამაცდოთ და ჭიქა-ჭიქაზე მივარტყა. ბატონო მეტი გაძლევთ 359 სამი მეტრი და სანამ ჩამოვალთ რაღაცა კეფალი შეუკვეთეთ, იქ რომ აქშავი არ უნდა ქონეს ლაყუჩები რა. არა, ამისი საქმეა მანიცის. ცოტა სწავამატებთ, მუსიკა უფასოდ იქნება და უსახურება. მუსიკოსებთან ერთად წამოვალ კაცო, არ ინერვიულობთ.
მომსახურების საკომისიოც არ იქნება. აი ესეთი ბაჯაღლო არის ჩვენი ქვეყანა, ყველა რაიონში არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგი ნიჭით იმ პროფესიასთან ერთად რაც გააჩნიათ, დაჯილდოებული იუმორით და ძალიან ბედნიერი ვიქნებით, თუ კი ამას ტრადიციად გავხდით და რაღაცა ამა თუ იმ კუთხიდან ჩამოვიყვანთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, რომლებიც ასეთ თავის ისტორიებს მოგვიყვებიან. კარგია ეხლა რომ ყველა დედმამიშვილი იყოს და გვამრავლოს ღმერთმა, მაგრამ საძმაკაცო სამეგობროდ შეიძლება. მოკლედ ბიჭებო, მადლობა რომ ჩამობრძანდით. დღეისათვის ეს იყო ჩვენ კვირაში შევხვდებით. კვაცალეთ ეხლა პატარა რაღაცას გავცვლით რა, ორაბზად სუფრას.